მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ციკლიან ქრისტიანობა და თანამედროვეობა და როგორც ერთხელ უკვე გქონდა ეს გამოცდილება, ჩვენ კვლავ თქვენი შეკითხვები შევაგროვეთ და შევეცდებით გავცეთ პასუხები, ოღონდ მანამ სანამ კითხვებზე პასუხების გაცემას დავიწყებდეთ, ორი რამ სურს გითხრათ. პირველი ბოდიში მინდა მოვიხადო ერთი რამის გამო, როგორც წესი ეს კითხვები პირად მესენჯერში მოდის და ხა ზოგადად ადამიანთან დამეგობრებული არ ხართ, მოგეხსენებათ ამ Facebook-ის პრინციპი, უცებ არ ჩანს, უნდა შეხვიდეთ ცალკე მოძებნო, სად არის წერილები მათგან, ვინც დამეგობრებული არ ყავს შენ Facebook-ზე. ამიტომ შეიძლება ზოგიერთი გამომრჩა, ზოგიერთი ვერ უიტანე და მეორე ციტოგორი მომენტია. შეიძლება ზოგიერთ ადამიანს ერიდება უშუალოდ ჩვენი ვიდეოების ქვეშ განათავსოს თავისი შეკითხვები. სხვა მიზეზის გამო შეიძლება. ხა არ დამიწყონ წადი და შენს მამაოს კითხე, ახლა ამიტომ არ გწხვენი ამდენი ხანი ეკლესიაში ხარ და ეს არიცი? ამიტომ ესეთ რამეს გთავაზობთ. ამ 1000 გვარი გაუგებრობისგანო დავიწყოთ თავი, აი ასეთი ფორმით. დავუშვათ. მოგესალმებით. გაჩნდა კითხვა. როგორ შეიძლება ამაზე ვუპასუხოთ მაქსიმალურად კორექტულად? აი ამ შესავალი თუ დავიწყებთ, მე ვფიქრობ, გაადვილდება ეს აღნიშნავს, რომ მე არ ვიცი მაინც და უხერხულობა შეიძლება ამით ავერიდო მე კითხვის ავტორმა და ამავე დროს სხვებსაც მიეცემა საშუალება, რომ ხო, შეიძლება იქ ვიპასუხოს ვიღაცამ, შეიძლება ჩვენზე უფრო კომპეტენტური და საინტერესო პასუხები იყოს და შეიძლება კიდევ უფრო გააქტიურდეს შესაბამისად სოციალური ჩართულობა აი ჩვენს პროექტში. კეთილი, მაშასე ახლა დავიწყებ მოსულ კითხვებზე პასუხის გაცემას, ოღონდ ხაზს გავუსვამ, ჩვენ ვცდილობთ დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ღვთისმეტყველება, მისტიკა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა როგორც წესი კულტუროლოგიურ ჭრილში ვისაუბროთ ყველაფერი იმაზე, რაც ხდება აქ. ბუნებრივია, ვერ გავიქცევით იმას, რაც ქვია ქრისტიანული თეოლოგია, მის გარშემო ვიტირებთ, იმის სიღრმეებში არ შევიჭრებით ხოლმე, იმიტომ რომ ამაზე უფრო კომპეტენტური პირები გესაუბრებიან ხოლმე თქვენ ჩვენი სტუდიის ეკრანებიდან, ასე რომ მათთან შეიძლება უფრო ღირებული იყოს ამ კითხვების დასმა სწორედ აი იმ მიმართულებით, რასაც ქვია ქრისტიანული ზნეობითი თუ სამოძრო ღვთისმეტყველების თუ სხვადასხვა მიმართულებით, ხო? კეთილი. მოკლედ ახლა დავიწყოთ. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც შეგვხვდეს, არის ქრისტიანისთვის შეიძლება თუ არა კორპორატივებში და კარნავალებში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ ვიჭრებით არავის მოძღვრის და სულიერი შვილის ურთიერთობის სიფაქიზეში ამ პირადი ურთიერთობისა, იმიტომ რომ ზოგადად კულტუროლოგიურ კუთხით ვიტყვით ხო ჩვენ. მაშინ ასე, რა თქმა უნდა, არავითარი პრობლემა კულტუროლოგიურად არ არის. თუ პირველად ვიღაცას რაღაცა ვნება აქვს და ამის გამო მისთვის ჯობს რომ მონაწილეობა არ მიიღოს, ეს ვიმეორებ იმ ადამიანის და მისი სულიერი მოძღვრის საკითხია. ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, ხო? პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია, ყველაფერი სასარგებლო არ არისო. ადამიანი, რომელიც ძალიან დაუცველია და მოწყვლადია ალკოჰოლის მიმართ, ჯობია მის წინ არ დადგათ დოქი ღვინით, ხო? თუმცა მას გაუჭირდება. კი, ღვინო ახარებს გულსაკაცისასთან, მაგრამ ამ ადამიანის შემთხვევაში გულს მაბატი და შეიძლება ურევს, შეიძლება კიდე სხვა რამასაც ურევს. ამიტომაც ეს მისი პირადი და მისი მოწვევის ურთიერთობის საკითხია, ამაში არ შევდივართ. რაც შეეხება კორპორატივებს, დღესასწაულებს, რაღაც განსაკუთრებულ აღნიშვნებს, კარნავალებს. კარნავალზე რა ვთქვათ? კარნავალი საერთოდ ქრისტიანული სიტყვა არის. კარნის ხორცი, ვალე, მშვიდობით, ხორცო მშვიდობით. ეს იყო დიდი მარხვის წინ, იყო დროცა და ახლა დასავლურ ტრადიციაში ცალკე ყველიერი არ არსებობს, არამედ ხორცი დაურწყევის შემდეგ ეგრევე მარხვა იწყებოდა და კარნავალი იყო ეს დღეს, ხორცი უნდა შეეჭამა, სახში აღარ უნდა დარჩენილიყო ხორცეული, მშვიდობით ხორცო, ეს იყო დროცა ნიღბებით მოდიოდნენ, ამ დროს ბატონი და მონა ერთად იცხდნენ ხოლმე, ყველა სათანაბრებდა მოლოდინი დიდ მარხვასთან შეხვედრისა. რომ ერთადერთი უფლის
დღესასწაული დამდგარიყო. დანარჩენი ყველანი მონები ხდებოდით. მოკლედ ძალიან საინტერესო რამ იყო. ეს კორპორატივები, სამსახურში აღნიშნული დღესასწაულები, ვიმეორებ თუ იქ აშკარად არ არის პროგრამაში ჩადებული რაღაც ისეთი რაც ქრისტიანული ზნეობისთვის მიუღებელია, რატომაც არ. მაგალითად იეჰოვას მოწმეები დაბადების დღეებს არ აღნიშნავენ, ხო? იმიტომ რომ ეს არ იყო ბიბლიური ტრადიცია. მისი დაბადების აღნიშნული იქ არის ხაზგასმული, ხო, იგივე ჰეროდესი, როდესაც შემდეგ ის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ბრძანებას გასცემს, ხო? ამიტომ ეს ხელს უყურებს დაბადების დღეებს ძალიან დაძაბული. მართლაც ქრისტიანულ ტრადიციაში დაბადების დღე ისე როგორც სხვა ერებში არ აღინიშნებოდა ხოლმე. მაქსიმალურად სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. ის რომ ბავშვი დაიბადა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ჯერ ერთმანეთს, იმიტომ რომ ძველად მედიცინის და ჰიგიენის დონეც არ იყო ისეთი, რომ ის ბავშვი რომ დაიბადა გარანტია რომ გადარჩებოდა არ იყო. მაგალითად იყო ხალხის ტრადიცია, ბიჭი რომ იბადებოდა, პირველად თოკზე რომ გაივლიდა, გაჭიმულ თოკზე რომ გაივლიდა, მაშინ ითვლებოდა, მაშინ აღნიშნავდა ოჯახი დაბადების დღეს, რომ ბიჭი ყავს ჩვენ. ხო, ეს ხდებოდა ხოლმე საინტერესო არის 5 წლის ასაკში დაახლოებით. ამას სხვადასხვა ტრადიცია არსებობდა. მართლაც ეკლესიაში ნახეთ, ჩვენ გვაქვს მაცხოვრის დაბადების დღე, შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, შობა ნათლისმცემლისა. კიდევ აღინიშნებოდა ერთი პერიოდი ეკლესიაში შობა წმინდა ნიკოლოზისა, მაგრამ იმის გამო რომ ეს ცნობილი გამონაკლისი იყო დატოვებული იქნა, თუმცა ამის ხსენება რჩება ხოლმე კალენდარში, რომ აღინიშნებოდა ეს, მაგრამ აი მაცხოვარი, დედა ღვთისა და ნათლისმცემელი. აი ამ სამი პირის დაბადების დღე აღინიშნება, დანარჩენი ყველა წმინდანის აღინიშნება დაბადება მარადისობაში. ანუ ჩვენ გარდაცვალებას ვეძახით, ხო? მესამე დაბადება. აი წმინდანების მოწამეობრივი აღსასრული მიცვალება მათი, აი ეს არის ეკლესიაში აღნიშნული, ისინი დაიბადნენ მარადისობისთვის. ეს დაბადების დღეებზეც არ არის პრობლემა მართლმადიდებლებისთვის და ეს კორპორატივი და კარნავალებიც თუ რაღაცა კონკურსები ეწყობა, რაც მიუღებელია და ზნეობრივად და სარწმუნოებრივად აღმაშფოთებელია, იმაში ადამიანის მონაწილეობა რა თქმა უნდა არ უნდა მიიღოს. დანარჩენი პრობლემა არ არის. კეთილი. რისთვის არის საჭირო დოგმატებით რწმენის შეზღუდვა? მოდით ასე ვთქვათ. ქართულში ზღუდე საინტერესო სიტყვა არის და თქვენ თქვით შეზღუდვას თუ მოზღუდვას. შეზღუდვა არის შევიწროება, მოზღუდვა არის დაცვა. ღობის შემოშენება, რომ აი ცხოველმა არ გადმოიაროს და არ გადათილოს და არ გადაწოვოს და არ გადაჭამოს, არ გააპარტახოს. დოგმატური რელიგიები ძალიან ცოტაა მსოფლიოში, მოდი ამით დავიწყოთ. წარმართება პრინციპულად ადოგმატური იყო. დოგმატურები არის ბიბლიური რელიგიები, ანუ აბრაამული ტრადიციის რელიგიები, ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი. დოგმატურია ბევრწილად ბუდიზმი. ბუდიზმსაც ჰქონდა იქ საეკლესიო ჩვენი საეკლესიო კრებების მსგავსი კრებები. დოგმატი რა არის? რელიგია, რომელიც თulis რომ იმდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუდისტური პრობლემა აქვს. ბუდიზმს ჩვენ ადრე ვთქვით, აქვს ეგეთი ორმაგი, ანუ ჩვენ ორდონიანი ჭეშმარიტების კონცეფცია, როდესაც ადიხარ მეორეზე ხვდები, რომ ყველა დოგმატი ტყუილი იყო. ტყუილი რა ილუზიას თან ახლდა და იმ დოგმატის მიდევნება მაინც და მაინც აუცილებელი არ არის. ხო? ამ ხრივ პრინციპულად დოგმატურები არის აბრაამული ტრადიციის რელიგიები, გამოცხადებითი რელიგიები. რა არის დოგმატი? დოგმატი არის ის, რაც ღმერთმა თავად გვაუწყო საკუთარი თავის შესახებ. აი დავუშვათ ვიღაცასთან გსურთ დაკავშირება და ეუბნებით, შენი ნომერი მითხარი რომ ჩავიწერო. ის გეუბნება თავის ნომერს. რომც არ გითხრათ, თქვენ შეგიძლიათ იგივე, ალბათ საქართველოს მოქალაქეა, ალბათ ქართული ნომერი მაშინ 5-იანზე დაიწყებოდა და მე იქნება მე კოდი უნდა გამოთვალოთ. უკეთ რამდენიმე ათეული მილიარდი კომბინაციის შემდეგ შეიძლება ან მოხვდეთ ან არა. ან ეყოფა თქვენი სიცოცხლე ან არა, რომ იმ ადამიანს დაუკავშირდეთ, მაგრამ თუ ის პირდაპირ გეტყვით ნომერს, თქვენ ურეკავთ. და აუ რაღაცა არ მომწონს ბოლოში 13-ია რა, 13 1000 არ და 14-ზე ავკრებ. იმ ადამიანს ვერ დაუკავშირდები. დოგმატების არის მცდელობა მოგზღუდონ ჩვენ იმ შეცდომისგან, რომ სხვას არ დაურეკოთ.
მოგეცემა დღეს ძალიან მოდაში ეს ტელეფონებით რომ ადამიანებს ფულს ძალავენ და ატყუებენ და აბიტურებენ, ხო? აი ასეთი ვიღაცის მატყუარას ხელში რომ არ აღმოჩნდეთ, გასაგებია სულიერ რეალობაში მატყუარა ვინც არის, ხო? ტყუილის მამა ვისაც ქვია. ეს არის დოგმატი, ზუსტი ნომერი იმისა, ვისთანაც გინდა შინ დაკავშირება. გინდა ღმერთთან ურთიერთო, ღმერთი გეუბნება ვინ არის და როგორი არის. როგორ უნდა მიხვიდე მასთან მიახლება და მიახლოება, როგორ არის შესაძლებელი შემიძლია. ამიტომ დოგმატები კი არ იწვევს შეზღუდვას რწმენისა. დოგმატები იცავს ემსახურება მოზღუდვას რწმენისა. ამიტომ დოგმატების არ უნდა გვეშინოდეს დოგმატი, როგორც საგზაო ნიშნები. იმიტომ ხალხი აროსტი მოსახვევი არისო, კვეთრი და სახიფათო, რომ არ გადავიჭიხოთ. არა იმიტომ რომ ვიღაცას მოუნდა უბრალოდ დაკლაკნილი ზოლით ჩაესვას ამ კუთხეში და დაედგა ჩვენს წინ. ეს ჩვენთვის არის. დოგმატებს სწორედ ეს დანიშნულება აქვს. გვეხმარება რომ არ გადავწდეთ და სხვასთან არ აღმოჩნდეთ, სხვის კლანჭებში არ აღმოჩნდეთ. კეთილი. შემდეგ საზვერები მართლა არსებობს? ისე ვიმეორებ. სული თვალსაზრისი და ვინ როგორ გადის ამ საზვერებს ამაზე მოძღვრებთან ისაუბრებთ. რაც შეეხება კულტუროლოგიური თვალსაზრისით, საინტერესო რამ გახლავთ. აი ნახეთ, ახლა ჩვენ დავასახელეთ ორ სხვადასხვა რელიგიურ სისტემას. ახლა ესე აბა ვინმე ვინმესგან გადმოიღო რამე? თუ იქნებ იყო რაღაცა რაც გაცხადებულია. ემოთ ესეთი რამ ვთქვათ. დედამ შეგვიწვა კარტოფილი. ფანჯარაღია. შემწვარი კარტოფილის სუნი მივიდა მეზობლამდეც. მანაც იცის რომ ჩვენს ოჯახში კარტოფილი შეიწვა. და მე და ის თამაშობთ ერთად ეზოში და ან მასთან ბინაში და მან შემწვარი კარტოფილის სუნია თქვა. იმის გამო რომ მან პირველმა თქვა რომ ეს შემწვარი კარტოფილის სუნი, ამის გამო მის ოჯახში კარტოფილი დედა ჩემი შეიპარა და მათი სამზარეულოდან მოიპარა კარტოფილი. არა, ეს ჩემ ოჯახში უკვე იყო. უბრალოდ ვიღაცამ ამა თუ იმ გარემო ფაქტორების გავლენით პირველმა დააფიქსირა რაღაცა. ჩვენ არასდროს არ უნდა გვავიწყდეს რომ უფალს არასდროს არ ენანება ჭეშმარიტების მარცვლების. თესავს ზოგი ვარდება გზაზე, ზოგი კლდოვანზე, ზოგი ეკლიანში, ზოგიც ნაყოფიერ ნიადაგზე. ყველგან თესავს უფალი. ამიტომ ჭეშმარიტების მარცვლების პოვნა ყველგან შეიძლება, მაგრამ აი მართებულ სივრცეში მათი აღმოჩენა მხოლოდ ეკლესიაში ხდება. იმ ნაყოფის გამოღება, რომელიც სასრულია, მხოლოდ ეკლესიაში ხდება. რატომ მოვაყოლე საზვერებს? საზვერების შესახებ ჩვენ პირველ 4 საუკუნის მანძილზე ვერაფერს ნახავთ ქრისტიანულ ლიტერატურაში. და აი მე-5 საუკუნიდან, მე-4 საუკუნეებიდან ჩნდება და სად ჩნდება ეგვიპტელ მეუდაბნოე მამათა შორის. რატომ არის დამაინციკ? საქმე არის რომ ეგვიპტურ წარმართულ რელიგიაში არსებობდა ცოდნა იმის შესახებ რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ გადის რამდენიმე ესეთ მონსტრები იდგნენ. სხვადასხვა ტიპის მონსტრები იდგნენ. და ადამიანი ცდილობდა გასულიყო, მათ შორის გაევლო, ისინი უსვამდნენ კითხვებს, ჩაგიდენია თუ არა ეს ცოდვა, ეს პასუხობდა და პასუხის მიხედვით ან გაცდებოდა, არ გაცდებოდა. ყურადღებით. პასუხის მიხედვით, არა იმის მიხედვით ჩაიდინა თუ არა მან ეს, არამედ პასუხის მიხედვით. ამიტომაც არსებობდა პირამიდების ტექსტები, შემდეგ სარკოფაგების ტექსტები, შემდეგ მიცვალებულთა წიგნები, სადაც ეწერა ეს პასვორდები, ანუ პაროლები. რა უნდა გეპასუხა მათთვის, რომ იმ მონსტრებს გაეტარებინე და არ დაეგლიჯე, მანამ სანამ იაღწევდით ნეტარებას და ანუ ეგვიპტურ ცნობიერებაში და ეგვიპტურ მისტიკა ძალიან ღრმა და საინტერესო მისტიკა იყო, რა თქმა უნდა, აცდენილ რეალობას, აი ჩვენ ვთქვით, ტელეფონი სხვაგან იყო დარეკილი და იმ ვიღაცასთან, ვისაც მოხვდნენ. ახლა მოგეხსენებათ, შუა დღესაც რომ მითხრათ, რომ შუა ღამეაო, ვერ მომატყუებთ, მაგრამ დილით რომ მითხრათ, რომ საღამო, ან საღამო დილა, დავშტე, ავად გავხდი, მეძინა, დიდი ხანი მეძინა, გამეღვიძა და ვერ ხვდები დილა თუ საღამოა. და თქვენ შეგვიძლია მომატყუოთ, იმიტომ რომ დილა და საღამო, ანუ არასრული სინათლე და არც სრული სიბნელე, ერთმანეთს გავს. ამიტომაც
მტერს, როცა უნდა ჩვენი მოტყუება ძალიან ახლოს ამბობს სიმართლესთან. გახსოვთ ხო? ადამის და ევას შემთხვევა, როცა გველის და ევას დიალოგი არის. ქართულში ძალიან კარგად ჩანს, ხო? ღმერთმა თქვა, ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთ და გველი უნება მართლა თქვა ღმერთმა არც და მე ციტირება არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთ და გამოვიდა არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთ. ტყუილი გამოვიდა საბოლოო ჯამში, მაგრამ ამ ტყუილის ტექსტის უდიდესი ნაწილი იყო ძალიან სწორი. ამიტომაც როგორ აღმოჩნდა ეგვიპტელი წარმართების ცნობიერებაში ცოდნა საზღვრების შესახებ არ ვიცით, მაგრამ ეს კი იყო, ნამდვილად იყო და აი სწორედ ეგვიპტური სამონასტრო წრეში ჩნდება მართლმადიდებლური გაგება. იმით კი არ გავცდებით ჩვენ საზღვრებს, რომ ვეტყვით პასვორდებს და პაროლებს, როგორ უნდა გავძროთ იქ, არა. ჩვენ იქ ვერავის ვეღარ მოვატყუებთ. და თუ ჩაგვიდენია, თუ არა, ან თუ მოვინანიეთ და წარიხოც ეს ჩვენგან, მაშინ ღვთისწყალობით, ჩვენ სინანულის და ღვთისწყალობით გვეძლევა საშუალება გავცდეთ ამ პრობლემას, ამ დაბრკოლებას. ასე რომ დიახ, საზღვრები ეკლესიის სწავლებით არსებობს. და ვიმეორებ ამის შესახებ ცოდნა სხვებსაც გქონიათ. კეთილი. RPC ეკლესია, RPC რუსული ასოები წერია, გასაგები ხდება, რომ ლაპარაკია რუსკое православное церковზე. გასაგებია ყველაფერი, რა შეიძლება ამის მიღმა იგულისხმებოდეს. მათი მდგომარეობა, ამ ეკლესიის ვითარება, მოიხსენებათ პეტრე პირველის დამოყოლებული პრაქტიკულად ეკლესია ჯერ აქციეს დომინანტი რელიგიის სამინისტროდ რუსეთის იმპერიაში, შემდეგ კიდევ უფრო დაკნინება მისი მდგომარეობა და ასე სინოდი დაუქვემდებარა, პატრიარქია არ დაუნიშნეს, არ არჩევდნენ უпроსტად, შემდეგ დაუმორჩილეს ობრე პროკურორს, რომელიც ხშირად არც იყო ხოლმე მართლმადიდებელი, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის თავში იჯდა ხოლმე ერისკაცი ზოგჯერ ლუთერანი. დაკნინებული იყო როგორც არის. მოდით ეს რა ვთქვათ. ეკლესიურობა დასტურდება არა იმ ადგილობრივი ეკლესიისა. დასტურდება არა იმით ის თავის თავს როგორ გამოაცხადებს, არამედ იმით როგორ ღებულობს მას სამართლმადიდებლო. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აღიარებს ყველა ავტოკეფალური ეკლესია. ის ყველა მათგანის დიფტიხშია. ჩვენ ადრე ვთქვით, რომ ეკლესია ყოველთვის ეძებდა ხოლმე თვითგადარჩენის მაბადით, ფორმაზე საშუალებას. ჩვენ ვთქვით, რომ ეკლესია იდევნებოდა, შემდეგ გახდა სახელმწიფო რელიგია რომის იმპერიაში, ეკლესიამ ეგრევე იპოვა მონასტრები, რომ არ დაეკარგა თავისი თავი. აი რუსეთში როცა უკვე ეს ეპისკოპატი ძალიან სახელმწიფო აპარატის ნაწილი გახდა. აი სტარეცობის იდეა ჩნდება, და ეკლესია ნამდვილ სახეს იქ ინარჩუნებს, თუ კი ვინმე აღმოჩნდებოდა ეპისკოპატში ჩინოვნიკი და არა მღვდელმთავარი, რომ ამით არ დაბრკოლებულიყო ერი. ეკლესია ყოველთვის პოულობს სახეს, თავის თავს. ამიტომაც დიახ, ეს ეკლესია დღეს თავისი იმპერიის. მოდით ეს ვთქვათ, მარტო ისინი არ ატარებდნენ იმპერიის პოლიტიკას. მოდით თუ სიამოვნო ამბავს გავიხსენებ, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომი იყო და თურქეთმა ხელისუფლებამ, სულთანმა მოსთხოვა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რომ მას ეიძულებინა მართლმადიდებლები, რომ ელოცათ, ვინც მის იურისდიქციაში იყო, რომ ელოცათ თურქეთის ოსმალეთის მაბადიეთ ჯარისთვის, რომ ოსმალებს დაეხოცათ, გაიმარჯვათ მართლმადიდებლებზე. შეგახსენებთ, რომ არა მარტო მოითხოვა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეს, მაგრამ ათონზე გააგზავნა ხო წერილები, არამედ ლოცვაც დაწერა სპეციალური. ლოცვა,
რომელშიც პირდაპირ ევედრება პატრიარქი ღმერთს, რომ ოსმალეთის არმიამ გაიმარჯვოს რუსეთის მართლმადიდებელ ჯარზე. ხდება ხოლმე. იმპერიების კათედრებზე აღსაყდრება არ არის ადვილი საქმე, ყველა ვერ უძლებს ამ მძიმე განსაცდელს. რამდენი ჩვენი განსაკითხია, სხვა საკითხი არის. მე მგონი განსაკითხი არ არის. რაც შეეხება ამ კითხვას, დიახ, სანამ ამ ეკლესიას აღიარებს ყველა სხვა ავტოკეფალური ეკლესია, მათ შორის კონსტანტინოპოლის ეკლესია, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის ჩვენი ეკლესია და სხვები ყველა. მანამდე, რა თქმა უნდა, ეს ეკლესია ერთ-ერთი ადგილობრივი ეკლესიაა. და ბოლო კითხვა, oh my god, ის თქმა, მესამე მცნების დარღვევაა? ისე მოდი კულტუროლოგიურად რომ მივუდგეთ ამას, მოგეხსენებათ ებრაელები მაქსიმალურად ცდილობდნენ ხოლმე ყოველთვის რომ ღმერთის სახელი არ წარმოეთქვათ. აი ნახეთ, თუნდაც ნებისმიერ ტექსტს, რომელსაც იუდეველი წერს, სადაც God, სიტყვა ღმერთი უნდა თქვას, დაწერს G დეფისი D. ოს არ დაწერს. G D, ანუ სრულად არ დაწერს ღმერთს არასდროს. ეს მაქსიმალური კრძალვა, ხო? მესამე მცნების არ დარღვევის მაქსიმალური სურვილი. რაც შეეხება oh my god, არის თუ არა ეს მართლაც ამაოდ უფლის სახელის მოხსენება. ქართულშიც ხო გვაუშვენო, თუ ღმერთი გწამს რა. მაგის ღმერთი არ იყოს. ორიგინალში მცნება გულისხმობს ღმერთის მოწმედ მოხმობის აკრძალვას, მით უმეტეს სიცრუის დროს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქრისტიანული კეთილკრძალულობა ჩვენ გამოითხოვს, რომ სიტყვის მასალად, სიტყვად შორისდებულად ღმერთის გამოყენება არა. სხვა შორის იგივე ამ ინგლისურენოვან სამყაროში, იმიტომ გაჩნდა ეს აბრევიატურა, ხო, OMG. გასაგებია ერთი ამენას უყვარს სააბრევიატურები, ხო, ეს LOL, AKA და რაღაც სხვა ვარიანტები. მაგრამ OMG იმიტომაც გაჩნდა, რომ მთელი რიგი პროტესტანტი ქრისტიანებისთვის პრობლემური იყო oh my god ის თქმა. დიახ, რატომ ვიძახოთ ჩვენ ქართველებმა oh my god ეგეც არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. მაგრამ მეორე მხრივ შეგვიძლია ასეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ არ ამიტომ რომ OMG იძახოს ახლა ყველა ბავშვებს მოსწონთ ამ OMG-ს წამოძახება ხოლმე. ხო, ჯობია დაუბრუნოთ ქართულ რეალობაში, მენტალურ და ლექსიკურ რეალობაშიც ქართულში დაუბრუნოთ ჩვენი ბავშვები. ამიტომაც ზედმიწევნით რომ მივყვეთ ეს იმ მცნებაში, რაც იყო ჩადებული მაშინ მოსეს დროს, ზედმიწევნით იმის დარღვევა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაოდ და ფუჭად უფლის მოხსენება და რამდენად სწორია აი ესე ფუჭად არაფრის მომცემად წამოვიძახოთ ის, ვინც წესტყელზე ძვირფასი იყოს ჩვენთვის. მეორე მხრივ, აი, პირზე სულ ღმერთი აკერია იტყვიან ადამიანზე, არა. ალბათ ეს ყველაფერი მაინც ისეთია პირადი გადაწყვეტილების ამბავია, პირადი კრძალვის, პირადი განცდისა, სიცოცხლეს როგორ უნდა მოეპყროს ადამიანი, მაგის თემა არის, ასე რომ, ამაზე შეგვიძლია ესე გიპასუხოთ. მე მგონი ჩვენი დრო ძალიან გაიქცა. ამჯერად შევწყვეტთ აქ და შემდეგ შეხვედრებს ვნახოთ. თემატურად შეიძლება კვლავ დავუბრუნოთ აქ კიდევ 7-8 კითხვა არის, ახლა ვერ მოვასწარით, სხვა დროს ვისაუბრებთ მათ შესახებ. კეთილი. ამჯერად კვარა და ერთმანეთს შევხვდებით მომავალში. კარგად ბრძანდებოდეთ.